2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედები ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებს და პედაგოგებს შეხვდნენ. ღონისძიება ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178 საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებმა აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედებს მათ მიერ მომზადებული წერილები წაუკითხეს. შეხვედრა 178 საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა. კლუბის წევრებმა მუსიკალური ნომერიც წარმოადგენს. შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ღირებულებითი განათლების კლუბის დამფუძნებელმა დეკანოზმა შალვა ჯაჯანიძემ გახსნა. სასულიერო პირმა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდნენ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედები და საინტერესო ღონისძიებისთვის სკოლის მოსწავლეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 30-ზე მეტი კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-მდე მოსწავლეა ჩართული. ბავშვებთან გვაქვს ხოლმე სხვადასხვა თემებზე საუბარი და ერთ-ერთი მათი ინიციატივა იყო თავად, რომ მომხდარიყო შეხვედრა გარდაცვლილი ჯარისკაცის დედებთან, მათ თვითონ სურდათ რომ წაეკითხა წერილები ამ დედებისთვის და ეს ინიციატივა თავად ბავშვებისგან მოდიოდა, ემოციური იყო მათთან შეხვედრა. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს ადამიანები უპირველეს ყოვლისა სამშობლოსთვის თავს წირავენ, მაგრამ ეს ადამიანები აღიზარდნენ ოჯახში, დედებისგან ისწავლეს სამშობლოს სიყვარული და ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ დედებთან შეხვედრა, მათი ემოციების გაზიარება, ჩვენი ემოციების გადაცემა მათთვის და ბედნიერები ვართ კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, რომ მოგვიწვიეთ. ჩვენი გმირის სახელების ასეთი გაჟღერებისათვის ურმესი მადლობა, რა თქმა უნდა. აი ეს დღევანდელი საპატრიარქოს დიდი ღვაწლით ეს ყველა სკოლაში უნდა იყოს აუცილებლად. აი ამ თაობამ და შემდგმა თაობამ უნდა იცოდნენ ჩვენი შვილების ღვაწლი. სერგო გოროზიას დედა ვარ, რომელიც დაიბადა სოხუმში. მსახურობდა მეოთხე ქვეით ბრიგადაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ბრძოლაში დაიღუპა. ეს ბავშვები არც იქნებოდნენ მეტწილად დაბადებულნი 2008 წელს და დღეს როგორ გაგვახარეს, როგორ მხნეთ მოგვიყვეს ლექსები და სიმღერები და მინდა დავაფასო, მადლობა უთხრა ყველას. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ღირებულებათა კლუბმა. დიდი მადლობა საპატრიარქოს მეუფე შიოს, მამა შალვას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ხუთშაბათი არ ყოფილა, რომ ბავშვები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული თითოეული მოსწავლისათვის. და ვისურვებ, რომ კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიეცეს. ძალიან დიდი პატივია ჩვენ სკოლაში ასეთი გმირი დედების სტუმრობა. ასეთ გმირებზე გასოდითგანვე საქართველოს. პირველ რიგში ვიტყვი ამ კლუბზე, რომელიც ჩვენ სკოლაში ტარდება ყოველ ხუთშაბათობით და არის ძალიან უამრავი ღირებულებების მასწავლებელი. და მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში მამა შალვას და ანის მასწავლებელს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ კლუბის ჩვენ სკოლაში ჩატარება. ჩვენ ძალიან ბევრ აქტივობას ვატარებთ ასევე ქალაქის გაცნობა, თუნდაც ამ გმირდედების გაცნობა. დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან ცნობიერების ამაღლების პროექტი, რადგან ყველამ უნდა იცოდეს თავისი წარსული. ეს პროექტი ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას და 3 წელია ხორციელდება ამ სკოლაში. ჩემი ხელმძღვანელობით ქვია ომისამართო წერილები გმირ დედებს, რომელთა შვილებმაც თავის სამშობლოში შესწირეს და მართლაც ყველა თითოეული ბავშვის ვალია, რომ იცნობდეს იმ დედას, აფასებდეს. ყავს აქ გმირი დედები ძალიან ბევრი და მათ დაფასება და პატივისცემა უნდათ და სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა თავდაპირველად. გამოიცა მონოგრაფია სახელწოდებით მიხეილ მცურავიშვილი. წიგნის წარდგინება გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გაიმართა.
ახალი გამოცემა მიხეილ მცურავიშვილის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. მონოგრაფია ფონდ ქართული გალობისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტის ქართული სიმღერის მოამაგის რიგით მერვე წიგნია. როგორც ღონისძიებაზე აღენიშნა, გამოცემის მიზანია ახლოს გააცნოს მკითხველს მიხეილ მცურავიშვილი, რომელიც თითქმის 6 ათეული წელია ერთგულად ემსახურება ქართული სიმღერის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა თაობებს ეროვნული საგანძურისადმი სიყვარულს უნერგავს. წიგნის ავტორია ეთნომუსიკოლოგი მაკა ხარძიანი. მან ღონისძიებაზე ახალი გამოცემის შესახებ ისაუბრა. დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა საქართველოს დამსახურებული არტისტი, მომღერალი და ლოტბარი მიხეილ მცურავიშვილი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ფონდ ქართული გალობის დირექტორი ნინო რაზმაძე. მან მიხეილ მცურავიშვილის შემოქმედებისადმი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა. ნინო რაზმაძემ პროექტ ქართული სიმღერის მოამაგის ახალი გამოცემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრით წარდგა ანსამბლი რიხი, რომელსაც მიხეილ მცურავიშვილი დღემდე უწევს კონსულტაციას. საქმე ჰქონდა ფონდ ქართული გალობის გამოცემათა სერიას, ქართული სიმღერის მოამაგენი, შეემატა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი, უკვე მერვე ტომი ბატონ მიხეილ მცურავიშვილზე. ეს გახლავთ მაკა ხარძიანის ავტორობით შექმნილი წიგნი, რომელიც თავს უყრის ამ უნიკალური მომღერლის ბიოგრაფიას, მის ცხოვრებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მომენტებს და ჩვენს მომავალ თაობას აცნობს ამ გენიალური მომღერლის შემოქმედებას. ჩვენთვის ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხანდაზმული მომღერლების დაფასება, მათი წვლილის აღნიშვნა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფართო საზოგადოებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ბატონი მიხეილის ანსამბლში და ჩვენი უნივერსიტეტიც თავისი სასწავლო სააღმრთელო პროცესით იღებს მონაწილეობას იმაში, რომ ასეთი ადამიანების ღვაწლი, მათი ამაგი არ დაიკარგოს ქართული კულტურის წინაშე. მონოგრაფია ეძღვნება ცნობილ ქართველ ლოტბარს მიხეილ მცურავიშვილს, რომელიც 2015 წელს ფონდმა ქართულმა გალობამ დააჯილდოვა როგორც ღვაწლმოსილი ლოტბარი ქართული ხალხური სიმღერის აღდგენა პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მონოგრაფია შეიქმნა და მიეძღვნა ბატონი მიშას 80 წლის თავს. დღეს იყო ამ მონოგრაფიის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მისი აღზრდილები, მისი მთავარი მონაპოვარი არის გორის გუნდი, გორის ვაჟთა გუნდი, რომელიც დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას. ის 1975 წელს შეიქმნა და მთელი 5 წლების მანძილზე მას ბატონი მიშა ხელმძღვანელობდა. ახლა ის ამ გუნდის კონსულტანტია და მისი აღზრდილები ქმნიან საკუთარ ანსამბლებს და აგრძელებენ ბატონი მიშას ტრადიციებს. მე ძალიან დიდი გზა გავიარე დაწყებული გორდელადან დამთავრებული ალექსანდროვის ანსამბლამდე. ერთი აქსიომა დაჯდა ამ ბოლო დროს კი არა, საერთოდ უკვე დიდი ხანია დაწყებული სანდრო კავსაძიდან და სიმონ გოგლიჩიძიდან და არტემ ერქომაიშვილიდან დაკანონდა, რომ ყველა დიდი ლოტბარი უნდა იყოს დიდი მომღერალი, დამთავრებული აქ არაფერი. ლოტბარი, რომელიც ვერ მღერის და აი ამას ვებძვი მე. თუ არა ხარ შენ თვითონ კაი მომღერალი, როგორ ნასწავლო სხვა სიმღერა. დაჩენილი სიცოცხლე მე მაგალითად ქართულ სიმღერას მინდა შევალიო. ადამიანის ორგანიზმი დღისით უკეთ იცავს თავს დაავადებებისგან ვიდრე ღამით. ამ დასკვნამდე მეცნიერები კვლევის შემდეგ მივიდნენ. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიური საათი იმუნური სისტემის უჯრედებზე მოქმედებს. კვლევა ახალ ზელანდიაში ჩატარდა. სპეციალისტების განმარტებით დღის საათებში იმუნური უჯრედები უფრო აქტიურდებიან და ვირუსებსა და ბაქტერიებს უკეთ ებრძვიან. მათი თქმით ეს ბუნებრივი პროცესია. დღისით ადამიანი უფრო აქტიურია, უკეთ ემზადება თავდაცვისთვის და უფრო მეტად უმკლავდება დაავადებებს. სპეციალისტების განცხადებით კვლევის შედეგები დაეხმარება მეცნიერებს ახალი მედიკამენტების შექმნაში. საუბარია ისეთ წამალზე, რომელიც გააძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მისი გამართული მუშაობა განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმის მდგრადობას. ის წარმოადგენს რთულ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაშიც შედის უჯრედები, ცილები, ქსოვილები და ორგანოები. იმუნიტეტი არის იმუნურ სისტემაში შემავალი ყველა რგოლის შეთანხმებული მუშაობის შედეგად განვითარებული ორგანიზმის თავდაცვითი უნარი.